მოგესალმებით ჩვენო მაყურებლებო, ნამწერობო. პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას ვიდეოს ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, არხის გამოწერისთვის. ნამგონია მაგით მოგებარაკო ხმამა. დღეს შუა მისას, ეხლა არის უკვე 11:10 წუთი. გამოვედით თბილისიდან, ვართ რიკოთის უღელტეხილზე და მივდივართ თურქეთში. პატარა ვლოგისავით ვლოგს ჩავწერთ მოკლედ. და ვეცდებით რომ თურქეთში ხელახლა მოვაჩინოთ რაიმე საინტერესო მარშრუტი. მოგვონთ მარტივი ერთი მანქანით ვართ მხოლოდ. კერძოდ მივდივართ სტამბოლში და რომელია სწორი დააკომენტარეთ ერთი აქ. ყველა სხვადასხვა დაგესტა. რომელია სწორი ვერსია კომენტარებში მოგწერეთ. ასევე საინტერესო იქნება გადაგვიშვებენ თუ არა მანქანით და იმედია რომ გადაგვიშვებენ მანქანით. იმიტომ რომ საერთოდ გაურკვეველია როგორი მანქანით გიშვები და როგორით არ გიშვები. არაფერზე არაა დამოკიდებული რა. არანაირი ლოკალში არ ჭირდება და წავალთ და გავარკვევთ ახლა დღეს. ხო, იმიტომ რომ ჩვენ მესამე მოგზაურობა არის თურქეთში. სტამბულამდე არც ერთხელ არ ყოფილვართ. პირველად მივდივართ. ხო, პირველად არც თვითმფრინავით არ მივდივართ, არ ყოფილვართ. მანქანაზე იყო ესეთი ის რომ გავრცელებული ამბავი არის რომ 6 თვე უნდა იყოს გამბაჟებული. მანქანა 6 თვის გამბაჟებული უნდა იყოს თუ გაფორმებული, აი ეგ არის საინტერესო. და პლუს ამისა მე ჩემი მეგობარს ქონდა შემთხვევა რომ საერთოდ არ გაუშვეს დიდი ხნის გაფორმებულიც ქონდათ, გამბაჟებულიც ქონდათ, მაგრამ იმ მანქანით საერთოდ არ გაუშვეს და მოაფროსეს და ასე რომ გადავალთ თუ არა ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშა, არავინ არ იცის. და ჩვენ თარადოდ გასას კითხვის ნიშანი კიდე ის არის რომ ჩვენ მივდივართ Land Cruiser Prado-ში. ახალი მანქანით, რომელიც ვიყიდე რაღაც 2 კვირა. 2 კვირა გავფორმიალთ. ხო, შესაბამისად, მაგის გამო თუ იმის გამო რომ უბრალოდ არ გადაგვიშვებენ. თუმცა განბაჟებული დიდი ხნის არის ეს მანქანა და საქართველოს დიდი ხანი არაც დადის. უბრალოდ გიორგის სახელზე არის 2 კვირა არის მხოლოდ, აი გამოჩნდება გადავალთ საზღვარზე საერთოდ თუ არა სადღაც პირველ საათზე, არა 2 საათზე უნდა ვიყოთ, ღამის 2 საათზე უნდა ვიყოთ სარფის საზღვარზე და ეგ არის საინტერესო. თუ გადავედით სტანდარტულად მოგიყვებით გზის შესახებ, სასტუმროების შესახებ, საწვავის ხასის შესახებ, ჯამის შესახებ და შემდეგან დეტალურ ანგარიშს შეგაბარებთ როგორც გერმანიის ვიდეოებში. და დამატებით ვეცდებით რომ წავიდეთ სადმე ერთი დღე რაღაცა პატარა მცირე უგზოობაზე. და იქაც გადავიდეთ. მივდივართ მე გიორგი და ქალბატონი თათა რომელსაც ძინავს უკან. მივდივართ ჩვენთვის თათასთვის და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის ანახავად. მიზანი ეს იყო. ფრენები საკმაოდ იაფი იყო თურქეთიდან. მაგრამ მოგეხსენებათ რაც არ გვეზარება საჭესტრიალი არის. უფრო მეტი გართობის და დროის კარგად გაყვანის საშუალებაა ხოლმე. იქაც არ ხართ შებოჭილები, ასე ვთქვათ. და გადავწყვეტეთ მანქანით წამოსვლა. აი დაახლოებით წარმოდგენა რო გქონდათ, რო ვნახეთ ფასები, ქუთაისიდან პეგასუსით რო წავსულიყავით, ზურგჩანთით და დამატებითი პარკის გარეშე, 3 ადამიანზე $290 გამოდიოდა წასვლა-წამოსვლა. ხო, ესე იყო. ამ პერიოდში ეხლა არის 24 იანვარი. მაგრამ ჩვენ მანქანით ვამჯობინეთ. მივდივართ სადღაც 9 დღე გვაქვს წასასვლელად სტამბოლში სამყოფად და დასაფლავად. მანძილი თბილისიდან სტამბოლამდე თუ სტამბოლამდე, რომელიც არის სწორი იქამდე არის დაახლოებით 1600 კილომეტრი, გააჩნია რომანი გზით წახვალთ. წესით დღეს არა და ზეგ უკვე სტამბოლში უნდა დაახლოებით თბილისიდან გვჭირდება 20 საათი გვჭირდება და 20 საათი და 3 დღეზე ვყოფთ რომ ძალიან არ დავიღალოთ. ფიქრობდით დღეს ჩასვლას ბათუმამდე და დილით გადასვლას უკვე თურქეთში და დღეში 8 საათი რო გვეულა, 16 საათი რჩებოდა სასიარულო დაახლოებით და 2 დღეზე რო გავანაწილეთ 8 საათი უნდა გვეულო. ფაქტიურად მესტიაში ჩასვლის ტოლფასი არის ეს გზა. და ამარტივებს ის სიტუაცია რომ იქ რა თქმა უნდა უფრო სწორი და ავტობანები არის, სწორი გზები არის და ძალიან მარტივია. არა დამღლელი იყო ჩვენთვის წინა მოგზაურობები. უბრალოდ აქვე დავამატებით ხომ ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცი, ანუ მაგ გზაზე არასდროს არ ყოფილვართ.
ეხლა როგორც მივდივართ, უყურეთ სხვა გზით დავდიოდით, იმიტომ რომ წინა წასვლების პერიოდში არ ყოფილვართ მან, როგორც არ ვიცი მითხრეს, უბრალოდ ძალიან თოვლიანი უღელტეხილები არის გასავლელი და საბურავი შესაბამისად უნდა გქონდეთ. ხო და მე არ ვიცი რა დავხდება გზად. ერთად ნახავთ, ჯერ თუ გადაგვიშვეს, მაგას ნახავთ და მე თუ გადაგვიშვეს, ერთად ნახავთ მაგ თოვლიან უღელტეხილს თუ იქნა რაიმე ისეთი განსაკუთრებული. ჩვენ მეტანაკლებად კი იცით რომ მომზადებელი ვცდილობთ რომ არ ვიაროთ ხოლმე, მანქანა ტექნიკურად სულად წყობშია, შემოწმებულია ყველაფერი, სერვისი ახალი გატარებული აქვს, საბურავები კარგია, გუდრიჩის ატეებით მივდივართ, ამ პირობებში ალბათ ყველაზე კარგი საბურავია, იმიტომ რომ ზოგგან ტალახი არის, ზოგგან ფაღორღია, ზოგგან რაღაც უბედურება, ზოგგან თოვლია და ატე არის და მეტნაკლებად ყველა ნიადაგს მიესადაგება ნორმალურად სიარულის შემთხვევაში არც არ უნდა გაგვიჭირდეს. იმის გათვალისწინებით რომ იქაც გვინდა რომ რაღაც პატარა მცირე უგზაობას წავიდეთ, ზამთრის საბურავით წასვლას ჯობდა რომ ატეთ წავსულიყავით, იმიტომ რომ ყველა პირობას პროექტი. შესაბამისად ახლა მეტი ჩვენი მხრიდან რა უნდა გავაკეთოთ, ფიზიკურად არ ვიცი. მანქანები დადიან, მიდიან, მოდიან და ჩვენც არ დავჩებით წესით გზაში. თავია გადაგვიშვათ. ამ ვიდეომდე ხალხს ეცოდინება უკვე ეს რა მანქანა არის. ხო, წესით მანქანის ვიდეო უკვე დადებული მექნება. თუ მოვახერხე იქიდან დავამონტაჟები და დავდე, არ ვიცი რომ როგორ გექნება. თუ არა, რომ დავუნდები, ჯერ ის ვიდეოები იქნება და მე ეს ვიდეო. მანამდე შეიძლება რილსები შეგხვდეთ და ვერ გაიგოთ რა ხდება. უკვე ვერ იგებს ხალხი რა. ხო, ლექსუსი ორჯერ თუ სამჯერ შეგვიძლია ჩვენ ცხოვრება. ნელა გაერკვევით მოკლედ. საიდეო ვიდეოები გაერკვევით. მე თურქეთში მოდი გავარკვიოთ ხალხიც, ეს გეგმა მაქვს მე რომ ანუ წელიწად ნახევრის წინ ვიყავით თურქეთში და თურქეთში ყავთ მაშინ ვიყავით წელიწად ამ საფულს არა და იქეთა საფულს ვიყავთ. მაშინ ყავდა ჩვენ ლექსუსი 470. ანუ ეხლანდელი ქართლოსის მანქანა. რომლებზეც ვართ შეთხლეშილები ქვია, ძალიან გვყვარს ეგ მანქანა. და აი მაგ მანქანის მერე ეხლა მართლა არ არის ესეთი გარემო რაღაცნაირად თან ძალიან გაგვიგრძელდა სიტყვა. მერე დავთვალოთ. მერე იქ ჩავწეროთ მაშინ. წელიწად ნახევარში რამდენი მანქანა შეცვალა გიორგი. ავხადოთ ფარდასი. მე დღეს დავითვალე. დაითვალე უკვე მომდადე. დაახლოებით თუ არ გამომჩარა მე. მე არ დამითვლი არ. და მოდი არა შენი ლაპარაკება. შენ თვითონ დეკლარაციას რა ავსებდი მაშინ. ხო და ძალიან დაიხატება. საერთოდ დავკარგე სათვალავი შიდა. მაშინ მივხვდა რომ ძალიან ბევრი მომივიდა ამანქანებს პედალ გაყიდა. და მახსოვდა ყველაფერი გამახსენდა და ასე მოკლე პერიოდში თუ იყო მართლა არ მეგონა ანუ რეალურად ეხლა წელიწად ნახევრის წინ თურქეთში იმჟეიქს ვიყავით. ეხლა სამჯერა რო ვიზახეთ სიმართლე რომ. იმიტომ რომ ბევრმა მანქანამ ჩაიარა ცხოვრებაში მაგ პერიოდში. გონია რომ მინიმუმ 3 წელია გასული. მართლა არ ვიცი. რაღაც მაინც გადავამოწმებ ვადებს გადავამოწმებ ესე დემეთ დავიჭერე რაც ნახე კიდე YouTube-ზე არც ახლა ეს დამონტაჟი გვინდა არ გვინდა მე ძალიან გაგურძელდა სიტყვა თუ არა კიდე თან მე გვავიწყდება ხოლმე რა ვილაპარაკეთ და კიდე მეორე ვიმეორებთ ხოლმე ესაა რა ქვია ბოლო პერიოდში YouTube-ზე რო ვეძებდი არ შემხვედრია მანქანით სტამბულში წასვლის ვიდეოები სტამბულის ვლოგის ვიდეოები ხა ბევრი არის რა თქმა უნდა ვინც მოგზაურობს მაგრამ აი მანქანით ვეძებდი და არ შემხვედრია და დავამატებ რომ განსაკუთრებით ზამთარში მე არ იქნება ზამთარში მანქანით სტამბულში ტურისტულად ჩვენაირი ხალხის გარდა ძალიან იშვიათად რომ ვინმე მიდიოდეს თან შუა სამუშაო პერიოდში მე არ მუშაობ მაგრამ შეგვიძლია არის და ენაღლება უსაქმურია მე ვიგებ ნახოთ აბა რა გამო გზაზე თოვლით შეხვდება ჩვენთვის უკეთესი უფრო კარგი კადრები გვექნება ამიტომ საინტერესო იქნება ვინმეს გაზიარების გამოცდილება თუ დაგჭირდებათ რა პირობები დაგხვდება გესვენებათ დროებით ამასობაში მის 3-20 წუთია და კვარიათში ვართ უკვე 10 წუთში მივარ საზღვართან და გამოჩნდება გადავალთ თუ არ გადავალთ თუ გადავედით თან ბარემ ბაგი გავავსეთ დიზელის დამინიშნე რამდენ კილომეტრს გაგვატარებს ერთი პაკი და ასევე იქ ჩავასხოთ რამდენი დოლარის იქნება ეგ ერთი პაკი საშუალო თუ გამოვიანგარიშოთ რომ წვაც თქვენს და მე ფერმანქანაზე გადაანგარიშოთ და ჩვენ უბრალოდ ამ მანქანაზე დავიშოს ამდენს დაწოს საინტერესო გზად რამდენი იქნება წვა
მაგრამ თავარია ჯერ გადაგვიშვა. თან სავარაუდოდ თქვენ ფეხით მოგიწევთ გადასვლა და იმედი მაქვს რომ უკან შემოსასვლელები არ გხვდებით დიდივე. და დასთან წინავს და ხელით მეყოლოთ გადასავალი. ნახოთ კიდე როგორი ისინი დაგხვდები, იმიტომ რომ ერთხელ ხათრით არ ჩამოგხვეს. მაშინ დააბატანე. ხო, პირველი წახდა როცა 3 წელი. ნახოთ რა შემეძლება გადავიღებ. აი წავედით. მოვედით ცარბთან. შევედით რიგი და ის არ არის ხალხი არ არის. სამის დახევარი. და დავედით. უპრობლემოდ ბავშვის გამო ფეხით აღარ მატარეს. მეც მანქანას ერთად გამოგვეშეს. გიორგი ახლა დაზღვევას აკეთებს. და რა ვიცი, არც მანქანის უთქვამთ არაფერი. ფარგი შეამოწმეს, სუბუქად. არ ვიცი, წინა წარსული მოგზაურობები თუ რა აქვს შველის, არ ვიცი, პრობლემად ამ შემთხვევაში გადავედით. დაზღვევა გავაკეთე. ხო, დაზღვევის აუცილებლად ლირა იქონიათ თან, იმიტომ რომ მაშინა გადაიხადოთ. მანქანა შეამოწმეს, არ ვიცი რაზე. კითხეს პირველად ხარ თუ არა მანქანითო, მეოთხე მესამეც ხარ და აუ, ჩაუმიშვეს და წინ კიდე თუ იქნება რამე გეტყვით მე. მოკლედ, არ ვიცი ყველანაირად, მაგრამ ყველანაირი მითის დარღვევის შემდეგ 2 კვირის წინ გაფორმებული მანქანით გადმოვედით თურქეთში ვართ უკვე. რამდენჯერმე შეამოწმეს მანქანას, იკორტა გააკეთეს, დაჯდა 1580 თურქული ლირა, 45 დღიანი, რაც დაახლოებით არის 126 ლარი. დიზელს შევასხოთ, მე ვნახოთ რამდენი იქნება მაგის ფასები. ჩვენ საბში გავავსეთ, ცარბთან გავავსეთ. საქართველოს უფრო იაფია და იქ გადავავსე და მე გადმოვედი, მაინც თქვენ ეგრე იცოდეთ. პრინციპში ძალიან მალე 1 საათს არ დავშვიდე ხო? არა ხო, არ საერთოდ არ იყო მანქანები, სუბუქ მანქანები ფაქტიურად არ იყო ჩვენ წინ არა. ბავშვთან ანუ საერთოდ შემოგვიშეს, ამ ცალკა არ გაატარეს და ძალიან მალე მარტივად გადმოვედით რამდენჯერმე დაზღვევაზე წინ უკან მისვლა დავჭირდა გატარება და всё, მეტი არაფერი. ერთ-ერთი იკითხეს, რამდენჯერ ხარ თურქეთში მანქანით დამკვიდრე და სად მიდიხარ? მეტი არაფერი, ბარგი შეამოწმეს კიდე, მაინც რო იცოდეთ, გახსნეს და მეკითხებოდნენ რამე სასმელი ხო არ მოგაქვს და არაფერი სასმელი არ მოგაქვს. დარიელს არიელები მივიდივარ და არც ზედმეტად შემოწმებიათ. თათასაც რო ხედავდნენ უკვე სალონსაც არაფერს ჩვენთან ეს არ არის. ხო, შეგინით ხელი არ უხტურებიათ არსად. არ ვიცი, წარს ბავშვი წინა მოგზაურობის ისინი როგორ არის არ ვიცი. არ დარღვევები, არ ჯარიმები ანუ სუფთა ისტორიით ვართ. ალბათ რაღაცები მოქმედებს ვერ გეტყვით. მოვედით. მაგრამ თურქეთში ვართ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ. სავარაუდოდ რიზესში ალბათ გავჩერდებით, არ ვიცი რომ მივალთ ადგილზე მე გადავწყვიტო. გიორგი როგორ რას იზავს? ხო, არა, ჯობია დავჩერდები. ხო, დასვენება. აი, წავედით მოკლედ აბა დროებით. ბუკინგით უნდა დამეჭავშნა სასტუმრო. არა, აქ უკვე 25 არის. და ხა მე ვეღარ ჯავშნი იმ წინასთან არ დავჯავშნით, იმიტომ რომ არ ვიცოდით გადმოგუშვებდნენ თუ არ გადმოგუშვებდნენ ზოგადად. და უკვე რომ ეს ღამე დავრჩეთ წინა დღიდან და დამეჭავშნა წინა დღე და ჯავშ. ასე რომ და ალბათ სასტუმროს ადგილზე მივალთ და იქ ვთხოვთ შესვლას. ასე მოგეთ. 101 ლარს მიწერდა საუზმით სასტუმრო ნორმალური შეფასებით. ნორმალური მიტეთი არის კიდე 155 ლარის პარაგრაფში რაც ნახე რიზეში სასტუმრო ისიც საუზმით. ხოდა რომელიმეში გავჩერდებით. ამოვედით საუზმეს და გავჩერდით წუხელ რიზეში. ესეთი საუზმიდან ესეთი ხედი ქონდა. ლამშვიდობის იმყოფებით. გუშინ აღარ გადავიღეთ, იმიტომ რომ ძალიან გია შემოვიდეთ საათი 5. არა, 5. რიზეში ვართ სასტუმრო რამადაში დაახლოებით 340 ლარი გამოვიდა ერთი ღამე. რაღაც სხვა სასტუმროს მაგრამ არ მოგვეწონა იქ ძალიან. რაც ქონდა ცოტა დაბალფასიანი ბიუჯეტური ნანახი შეხედულებაზე და გავანებეთ თავიდან მანქანაც ქუჩაში გადაგვეტოვებინა და თავი შევიკავეთ და წამოვით. და სხვა განზებნასაც უკვე ასე ვერ დავიწყებდით უკვე ისეთი დრო იყო და რეკომენდაცია შეიძლება გავუწიოთ ამ სასტუმროს. ძალიან კარგი, სუფთა და რატო არ იქნება?
აღარი კლასის სასტუმროა არის. კი, საუზმე. ნორმალური იყო, ხედები კი განახეთ, ძალიან ლამაზი არის. აუზით მე და თათა უკვე ვისარგებლეთ დილით. როგორი იყო აუზი? კაი. პატარა არის ძალიან თბილი მამა. პატარაში ჩაჭდე, ой, უკვე აღარ შეგჭი. ავდივართ, გავაკეთებთ ახლა ჩეკაუტს. ეს ფუფალა ასეთი გამოყრანჭული ყავს. ფუფალა ხარ და მაგიტო? ფუფალა იცი. მოვიდით რიზეს ცნობილ ჩაიჭიქამდე. სხვათა შორის არის ძალიან კარგი ამინდი 14 გრადუსია გარეთ და თბილა და არც გარეთ არც აწევი. კი. წავედით ახლა სამკურნალოსკენ. ჩვენი ვიდეოებში ბევრჯერ გამოჩენილა ეს ჩიქა. 5 წუთიანი შესვენება გავაკეთეთ. ბატონი გიორგი გველოდებოდა გარეთ. გიორგის ტელეფონი წაწყობოდა. გიორგი. დიო. აი უცებ თქვი. სანამ გავიგებ დავთვრით. წელიწად ნახევარში რამდენი მანქანა ყავს შეცვლილი. შენი ვარაუდეთ. მოგეთ 6. 6. ო, მეტი არ იქნება. აი მეტი. აერკი. ჩამოთვალოთ? მე რა ვიცი, როდის მე ჩამოთვალო. როდის ჩამოთვალო, ახლა? ხო, მაგრამ როგორ გავშოვამოწმო ხარ? ხმას იწერს და ვამოწმობთ ახლა. წელიწად ნახევრის წინ ვიყავით JX-ი 460 თურქეთში. აი განმედაიმოწმები წელიწად ნახევრის წინ იყო თუ? ამზაფხულს არ ვიყავით. ამზაფხულს არა. და წინაზაფხულს ვიყავით. მე 2 წელი არ მოვიდი. ამზაფხულს 1 წელი და ნახევარი წელი, ხან იანვარია, წელიწად ნახევარი. თუ 2 წელიწად ნახევარი. წელიწად ნახევარი. 2 წლის წინ არ ვიყავით. 2 წელით შეიძლება, მაგრამ წელიწად ნახევარი ეკას. ხო და 2 წელიწად ნახევარი ეკას. გადასამოსწორებელი ეგ. მე ვიტახე წელიწად ნახევარის წინ ვიყავით, იმიტომ რომ 2 წელი გახდება აგვისტოში. გადავამოწმებ და ვერტა. კაი. მოკლედ, როცა ვიყავით. კაი, მე JX-ის მერე. ჩამოთვალოთ ხარ ამ მანქანებში. JX-ი რო გავყიდე, რა ვიყიდე? 1.7 ტონას ჯართი? კი, მეც ესე მახსოვს. ეგ პირველი. მერე ეგ რო გავყიდე, Land Rover-ი ვიყიდე მეგონი. ეგ მეც ესე მახსოვს. მერე Land Rover-ი რო გავყიდე, პატრულია ვიყიდე. პარალელურ რეჟიმში იყიდე და მერე გავყიდე. Land Rover-იდან გადავედი პატრულიდან. პატრულიდან გადავედი JX-ზე, რომელიც არ დამიტოვებია. რომელმაც ერთ-ერთი მანქანა, რომელიც გამბაჟობა ვერ მოასწარეთ, ხო? ხო, კი, გამბაჟობა ვერ მოასწარი. ჩვენ ნომრებზე გადავედი. კი, რომელიც არ დამიტოვებია. მერე პარალელურად ვიყიდე Forerunner-ი, ხო, მეგონი? არა, ეგ რო გავყიდეთ, მე არ გყავდა არაფერი და ვიყიდეთ Forerunner-ი არ მოგიდეთ, ხო, Forerunner-ი. მერე, ხო, აგის მერე ეგ რო გავყიდეთ, მერე ვიყიდეთ Forerunner-ი, იმიტომ რომ ცოტა ხანი არ გყავდა არაფერი. Forerunner-ის მერე ვიყიდეთ JX-ი მეორე. კი. თუ всё. და ბრავსო, ნახასაც ეხა. ეხა პრადოში არ მის 6 მანქანა იყო, ესე მე-7 იყო. ეს არის მე-7. მე ამას გავყიდი. მანდარის კითხვით. ანუ ზუსტად გამოვიცადი. მაინც კიდე ერთი დაგავით, ლეზოში რო კიდია უძრავი ქონება. ის არის ქონება, იმიტომ რომ ის უძრავი ქონება, ის მოძრავი რო გახდება, მე მივაწვისიას. ეგ მანქანა არ ვიცით ჯერ რა არის. გახსნი ეგრეთ წოდებული project car-ი, ანუ საპროექტო მანქანა, რომელიც ჯერჯერობით გდია და არც ძალიან მოგიწევს ამას. ხო, წელიწად ნახევარში არის მე-7 მანქანა. ნუ იმიანად მერვე მაშინ. იმიანად მერვე, ხო. აია. გაყოფილი ხარ. კი. კარგად მიმუშავია. და ვისაც გონიათ რომ მარგი ამით ფულს შოულობს. არა ვერ დაგწევით, როგორ უსწრო ფული. ეგეთი ფული შონა არ განახოთ ღმერთმა. ხო. ერთადად ირიქით ფულს ვაგებ. ეგ არის ჩემი ბიზნესი. ეგეთ ბიზნესი მაქვს. ბიზნესი არა. ჩემი ამოხსნა არის ესეთი რომ მარგი არის ქველმოქმედი.
იმდენად უყვარს მანქანები, რომ მოულელ მანქანებს ქალაქში ვერ იტანს, ვერ ეგუება. ასე რომ მიყიდის მანქანებს, გავაკეთებთ, დავასერვისებთ და მე ვყიდით იმაზე დავაფასდეთ. მე მიდული არის გამოყოფილი. ხო. ჩემი ლოგიკური ამოხსნა ეგ არის და არ ვიცი. გაგრძელება იქნება შემდეგ მანქანაში. ამისო. ნახოთ ეს მანქანა რამდენ ხანს გასტა ჩვენ. ორ შემთხვევაში სანამ Samsung-ში მივალთ, მანამდე გვეყოლებ. იმიტომ რომ 200 კილომეტრი. დავახელაფრი. რა მხელაწის. მეცად გიტყვის სტამბულამდეც გვეყოლებ. და უკანა გზაზეც შეიძლება ჩამოგუყანოს? არის ვარიანტი, რომ ჩამოგუყანოს. ბარემ სიტყვას მოყვა და გავიარეთ ტრაბზონი და მივდივართ Samsung-ისკენ და წერს რომ 3 საათში ვიქნებით დაახლოებით Samsung-ში და მე იქ გადავწყვიტოთ გავაგრძელოთ გზა თუ არ გავაგრძელოთ. ჯერჯერობით ბენზინი კი არა დიზელი არ ჩაგვისხია, იმიტომ რომ მეურია ისედაც ცოტა ხმა მაგალითად მიკროფონი დავჭიროთ ხოლმე უკვე ჯობს. და ხემოვერი ჩემი ხარგოლის მაგის მიხედვით. აიც ჯობს რა უბრალოდ. ბევრი ხერკინი გამიმარტივოთ ვეღარ ჩართო იმაში შეერთო, პეტრიჩკა გაიგეთო და მთელი უბედურება. პეტრიჩკა რა ყავა. აი, მე ნახე მაშინ ის პეტრიჩკა და მე გავაგრძელებ იმას. ნაძვის. ნაძვი. ლაპასია. ვიცი თუ წინა შეიძლება თათა, მაგრამ ცოტა ხანი დაამთხო. დიდ გზაზე. და თავად თამაშობთ. აბა მამა კუნას ჯერი არის. სომარი. მე აღარ ვიცი გამოსვა. ჩემი ჯერია? ჩამოვედით Samsung-ში. ანალოგად მიდიან. კერძოდ მოვედით რაღაც molში. ყაზა molში, რომელსაც ყველაზე კარგი შეფასება ჰქონდა. აი. მანქანა დავაპარკეთ, კაი ადგილი შეხვდა, ეხა ავალთ molში. ზოგადად გზაში შესასვენებლად ვიყენებთ ხოლმე ბავშვთან ერთად ვართ. ჩვენც ვიღლებით, ბავშვიც იღლება. მიკროფონს რა თუ არის? ეხლა სად გავიჯირჭო აქ მიკროფონები. გაიგეთ ხალხო ჩემი ხმამაღლა მაგითო ვლაპარაკობ. ჭეშმარიტ ინფლუენსერები ყველანი მიკროფონით დადიან. ხო, მე ჯერ ჭეშმარიტებანი ბევრი მაკლია. მოკლედ შევისვენებთ აქ, ეხლა ზევითაც დაგათვალიერებინებთ რა როგორა. საჭმელებს ავიღებთ, ბავშვს შევიყვანთ გასართობ ცენტრში, ანუ აქედან აშშესო. ანუ აქედან. აქედან. წავედით. იგი თურქეთში ახალი წლის აღნიშვნა და არ იციან წესი რატო და 25 იანვარი არის და კიდე მორთული არის მოლი ასე. აი კაპადოკიის ბურთები რატო უკიდიათ? რა ვიცი, თქობა ამათი ტრადიციული სერაფინეს საყვარელი. აკრეთ მე ავიღე აი ეს მიყვარს ხოლმე green salad-ის სახელით ვჭამთ ხოლმე აქ ვერ ვნახე, მაგრამ ეს ყველაფერი იყო 455 თურქული ლირა, რაც დაახლოებით 35 ლარის ამბავი არის და თათა ამას მიირთმევს. ახლა მარკეს გაუშვებთ, რომ მოიტანოს საჭმელი. აი, როგორ უძლებს თათა ამხელა გზას ხოლმე. ახლა თამაშობს. იო, მესამე საათი აუხახა. შემოვედით, გადავწყვიტეთ, რომ Samsung-ში დავჩენილიყავით. რადგან სტამბულამდე სხვა სასტუმროები ვერ ვნახეთ ნორმალური, აბა გვანახეთ თათა როგორია ოთახი. და გავჩერდით Hilton-ის ჯგუფის არის, როგორც ვიცი. და 225 ლარი და სამკაცზე ხო საუსმით. 2800 თურქული ლირა. ხა. რაც გამოვა. ესა ჩემი საწოლი. კი, არის შენი საწოლი. ჩამოეხლით. ნორმალური სიტუაცია. გუშინდელი უკეთესია, მაგრამ ის ძვირიც. ხო.
რამადა შედარებით ძვირი ღირდა ამასთან შედარებით არც ძალიან უბრალოდ საუზმერ შედიადა. ახალი რამადა. გუშინდელი ძვირი. გუშინდელი ძვირი ღირდა. ეს იაფია. მეორე დილა გათენდა ხო თათაკულა. თურქეთში მეორე დილა არის ვისაუზმეთ. და მე თეატროსთან მივდივართ. მამა რა თქმა უნდა არ ყავს, იმიტომ რომ დავლაგველოდება მანქანას გამოვიყვან გარაჟიდან და გალოდება დაბლა. ჩვენ გავაკეთებთ ახლა ჩეკაუტს, ხო? აჰა. ჩვენ გადავიღოთ მე გზაიდან გავაგრძელოთ, კაი? წინ მიდი. აი ხლა შევიდივართ უკეთ, შევიყავით და მაგიტო ვერა ქვით რადგან ინტერნეტი ცოტათი არ იჭერდა და ვერც ქვით იმიტომ რუგი იყო ჩაქრობილი და ვერ თქვით. ხო. აი ხლა გავდივართ გარეთ, ესეთი კაირია, თვითონ ფრიარო. აჰა. მარა მამიკო უკვე გარეთ გველოდება, მომწერა რომ დავლავარო. აბა სად დგას ჩვენი მანქანა? სა. აი აქ ბრძანდება. გიორგი. სასტუმრო ნორმალური იყო? სავარა, გარედან უფრო კარგი იყო. ჩვენ ჩავწერეთ. ტყვი. წავედით სტამბულისკენ, თუ რომელი პოლიცია იმ პოლისკენ. მე დღეა მესამე. მესამე დღე. 8 საათი და 20 წუთი ყო გზა. და 754 კილომეტრი. ბატონო, გვინდა და გუში რო ცოტა მეტი გვევლა, მაგრამ ვერ ვნახეთ სასტუმროები სამსუნის მერე, ძალიან გაგვიჭირდა და მიდის იმ გზაზე ნორმალური სასტუმროსაც მე შეიძლება და შეხვდა დარჩენა თან იაფიგინეს პრაქტიკულად არ იყო და გამარჯვება. ჰოტელები იყო და ეხლა ბავშვთან ერთად და რაღაცა თან მანქანა გარეთ უნდა დაგვეტოვებინა და მაინც შეგვეშინდა და გაუფრთხილდით და ამიტომ დავჭირთ სამსუნში. ნახოთ გზა, ეხლა როგორი იქნება? ეს ჩავალ გვიან ოღონდ მისი დროშა არის ძალიან გვიწე ხარ. გვიწერს რომ სრულ გაუჩერებლად რო ვიაროთ რუის ნახევარზე ჩავალ და მოგვიწევს რა თქმა უნდა გაჩერება. გვიან გამოვედით დღეს პრინციპში. უნდა დაუძრუნიყავით ძალიან ადრე და სინამდვილეში არის 12-14 წუთი. ასე რომ დამოგვიანებთ და ჩავთ და გვიან. რაღაცა შენ გვიან გაიღვიძე, თათამაც გვიან გაიღვიძე და მაგიტო. თათა უფრო ადრე იმედებს. ეს ვარაგებია. მაგის იმედი ყავდა რომ თათა წამოგვაგდებდა და გააბრძილია ყველა. ის ხა რაღაცა მცირე კადრებს ისე გადავიღებთ რომ ნახოთ როგორი გზაა. აი ეს არის ხალხო სამსუნი. ქალაქი. თურქეთის შუა. დიდად ცილობებს არ გამიჩევა კიდე. რაღაცა დურლუნიკში გავჩერდით. ხო. კაფე და რესტორანი არის. ნავით რაღაცა უნდა ვაჭამოთ თათას. ნახე შავჩემზი. ხა, ნახე სადღაც. აი სამსო. დამოვედი თუ შემელად. იმიტომ რომ არ მოგვიწვნა არაფერი. თათას არ არცაც არ მოგვიწვნა. ჩვენ დიდად ქუჩით არ მოგვიწვნა. მე მომიგებ სიგარეტის უნი იყო და გამოიწვნა. სიგარეტს ეტევიან შიგნით, რატო აქვს ჩვევა თურქეთში არ ვიცი. სიგარეტს მოეწევით. მარტო მაგათ არა ჩინელებით. რა ქვია? საჭმელ უნდა არის რა. ხო, არ შეიძლება. ვინც არ ვიწევით ჩვენ ჩვენ დავაშავეთ ჩვენც ადამიანები ვართ. სტამბულამდე დაგვჭა 453 კილომეტრი და 5 საათი. მოკლედ მივდივართ ჯერჯერობით ცენტრი, მე 1-2 კადრი გზის ჩასვლა. არის უფროს. კარგია ის ზე აქ თუ გამა. რო შეგვეშინეს რომ მაგარი თოვლი იქნებაო და ხალხი მოძლევს ჩამოვიდო თბილისშიო და რაღაცეებიო. ვინ შეგაშინა? მამა ჩემმა. ერთი მწკალი თოვლი არ შეხვდია, სადმე ადამიანს გაჭირებაში დაგჭირებოდა რაღაცა, ეგაც კი არის მო გადახრიოკებულია ყველაფერი. რიკოცე უფრო მეტი თოვლი იყო ვიდრე აქ. არ და რიკოცე არ იყო თოვლი. ენა თქვენ ვართო ტრაპეზარია. უყურე მაგვიდე. ხო, რატო არ გუშვიდი თურქეთში? მე შენ მომატყუე. გავჩერდით ბენზინი ჩავას, დიზელი უფასოდ. საბურავი იყო ძალიან გადაბერძი წევან. 2.65-ზე იყო და აი ეს ადგილები ხა ხედავთ
სხვა ფერში იყო. ეხლა უკვე დაუბრუნდა თავის ფერს. შესაბამისად ძალიან იყო გადაბერილი 2 და 4-ებზე ჩამოვწიე. ნუ უკან დაკრწული არის მანქანა ბარგი მიდევს და გზაზე სასიარულოდ 2 და 4 ნორმალური წნევაა ამის. რატომაც მიდევს. მაგრამ 2 და 6 აშკარად ბევრი იყო, მაგრამ ეთყობოდა. აი წავედ, აი. ეს რაღაცაში მივედით და მე ვამოწამოთ დონიერი დანარჩენები თვითონ გადაწყვეტენ. 1000 არშია. შენ არქშია ხო? არქშია. ჩუბობენ რაღაცა ბრინჯი ავიღეთ და მაწვნის სუპი ავიღეთ და მე ავიღე 1 წელი დონერი და გადავიხადეთ 465 ლირა. ძვირია ხო მეგონი? მე ძვირი არ არის? უშინე ფოკაცმა შარამდენ გადაიწამე. 70 ლარი გადავიხადე, მაგრამ ის ბურგერს დღეს ჭამდი. აი. დონერის გადაღება დამოვიწყდა, იგივე. ფოტო ხოგა. ო, ფოტო ჩავდებ და იმხანე. მაგარ დონერია, ერალდერ პეშკიმიშკი. გურჯისტან ვილაიეთი ბლოგერი. ანანოსის მოეწონა. ოსპი. მე დონერი 1000 მაწვნის სუპი. ეხლა ჩავასხოთ დიზელს და გავაგდელებთ გზას სტამბოლისკენ. დავით. საჭმელი შევჭამეთ და დაგვავიწყდა, მაგრამ გამოვასწორეთ. ბაი, კოჩქე. ორი ჩაი, ჯერ ვერ გავიგეთ, კოჩქეს თუ არა, მაგრამ კარგი არომატი აქვს ჩაის. თურქეთში მოგესალმებით ჩაი არის. ამიტომ მე არ მინდოდა, მაგრამ არ მომაიღო და მე მისავიდე. გავსინჯავ. აი სუნი გაიარს არიან. სუნი გაიარს და გამოც მიყვარს ხოლმე და შუა გზაში გავჩიე. აი სამთიშავ. კაია. 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 არ მაგირს ამ მიკროფონი გიორგი, მაქადოს თუ და არ ვიცი. იქა. დევს, არის. თუ დაგჭირდება გვაქვს. ესე იგი 862 კილომეტრი გავიარეთ და ჩავასხით პირველად თურქეთში. კონკრეტ გადმოასხა ბენზინი მინჩა, ბენზინია თუ დიზელი. მერევა. წვა გამოვიდა 8 და 3. მოთ ეს გადამოსხმით. და პირველ ამორტყმაზე 8 და 1 ლიტრი. გამოვიდა 3470 თურქული ლირა გადაიხადა, ხო და რამდენი ლიტრი იყო საწვავია? 71 ლიტრი. 71. 3470. ხო, გაბრალებული მანქანა. როლოზე. ну სადღაც 278 ლარია რა. 278 ლარი და თვითონ რა ღირს დიზელი? 48 და რაღაც წერტილი რაღაცები. ამდენი გაიგეთ. 3 ლარზე და მე. გაკეტა, დიახ. მეტი მონდომება დამანახე გიორგი. ვა, მე. ის 271 გაგა. 390 საათს. თბილისში რა ღირს? თბილისში ჩავასხი 3 ლარი და 2 თეთრად. თბილისში და ბათუმში. მაგრამ იგივეა. ხო, აქ უფრო ძვირია ეხა ეგ ყველაფერს. ზოგადად ფასები, რასაც ვუყურებთ, გაძვირებული არის ძალიან. ფაქტიურად იგივე ფასში ერთ-ერთში ჭდება უკვე საქართველოს ფასებს. ან ჭამა გინდა თუ რაც გინდა. კი, რაღაცა რედბულები და რაღაცები შედარებით იაფია, მაგრამ აი გუში მოლშიც რო ვიყავით და Samsung-ში ვიყავით მოლში, განსაცმლის ფასებიც რაღაცებიც თითქმის იგივე იყო, ხო. ჯერჯერობით ხო, რაღაცებით ვერ აღვთავად, იმიტომ რომ წინ სუპირველად რო ვიყავით, მაშინ იყო ძალიან დიდი სხვაობა და ძალიან გაოცებულები ვიყავით. მაშინ იყო 2 წლით ნახევართვის წინ. ხო, ესე იყო. მაშინ ძალიან კარგი იყო. რა შეიძლება დადების მანქანის შესახებ რა შეიძლება ითქვას? ეხლა JX-ით რო ყოფილიყავით, ნიშნობა არ აქვს მომთიშნებოდ. უნდა ჩამესხა მესამე მოგი აქვს. ეხლა ჩავასხე ამაში პირველად. ან ძალიან ეკონომიკურია. სამჯერო იმას ასმოდა, ამას ერთხელ. ბაკის იგივეა. იგივეა. ვალიტერას ვოსტა. თქვენ თუნუ გადაადარეთ რამდენად იყო? ახლა ხელა მანქანისთვის ვალიტრა ჩემი ისაწოს. მაგრამ ჩემი მანქანით წამოსული. ავით ხავით 4 ლიტრზე კიდე განახლებებული იქნება. ძალიან კარგი მანქანა მყავს, თავის საბორბულებით და ყველაფერი ძალიან კარგად ჩავწერდი. მაგრამ ამით უნდა წამოსვლა აყრავებს ახლა. იმიტომ რომ მოგზაურობაში რომ წახვიდე და ესეთი მანქანა. ყველაფერი გააკეთე. ხოდა ყველაფერს ჩავწერდი ჩემ მანქანაში. ოღონდ პარკირებაზე არ დავიჯახებოდი შეიძლება. სასტუმროს დაუმგრია პარკი.
მაგარი კედელს დავეჯახი, კედელი დაიგრა და მანქანას არაფერი. კედელი ჩამოჟარა და მანქანას არაფერი არ აქვს. აი მანქანა ეგეთი უნდა. გამოვიწურწეთ. თუ არ დაგვიჭირეთ სამიშმოგდაჩი, აი. საზღვარზე დაგვაწევს მაგის ჯარი მას სამანაუდოდ. ანუ ერთ ცხოვრებაში ერთი რაღაცა უნდა მუსობა, უნდა გქონდეს. და ეგ იყო ჩვენი გამოპარვა, გამოძურწვა. დიდგორის ბრძოლის სამაგიერო გადაუხადე მეორედ. ხო, ერთხელ ხომაში გადაუხადეთ სამაგიერო. როდის გადაუხადე? დიდგორის ბრძოლა მოუგეთ. რომ ქართული ხო, ეხა მეორედ მეგონაში გააკეთე. მაგის მერე გავიდა 10 საუკუნე, მეორე სამაგიერო ხო ეკუთვნოდა. დავეთ. კომენტარით. ფასიანი გზა დავასრულა და გამოგვივიდა 405 თურქული ლირა. რამდენი ლარი არ ვიცი, მაგრამ აღარ რამდენი ხანი ვიყავით ამ გზაზე დაახლოებით 1-ის 200-300 კილომეტრამდე. ხო, დიდი ხანი ვიყავით, რაღაც 2 საათზე, 3 საათზე მეტი, ხო. ნიშნულოვანი რაცა შემოსასვლელში პირდაპირ ატარებს ის, რა ქვია, შლანგბაუმი პირდაპირ გიშვებით. გამოსასვლელში უკიდურესა მარჯვენა ზოლები არის ქეშით გადახდა. ანუ ვისაც არ აქვს ეს რაღაც სამგზავრო ავტომატური ბარათი, რომელიც ის ზოლით გაგატარებს პირდაპირ. თუ უნდა გადაიხადოთ ქეშით ან ბარათით, უნდა გამოხვიდეთ უკიდურესა მარჯვენა ზოლიდან. ვინც შემდეგში ამოხოთ მანქანა მოპირებთ, გაითვალისწინებთ შევა. გავაგზავნეთ კრედიტ-კარტით. აღარ დაგვჭა სასტუმრომდე 41 კილომეტრი. არ ვიცი, ჯერჯერობით ეს სასტუმრო შევარჩიეთ ფეტიეზე. ხო. 15 წუთის სავალზე არის ფეხით რო წავიდეთ აია სოფიასთან და ყველა ლოკაციასთან ახლოს ცოტა გაგვიჭირდება ნახვა. ნახოთ როგორი ადგილი იქნება. მანქანით რაღაცებს ვერ ნახავ. ხო. იმიტომ რომ ფოტოები გვაქვს. მე ჭობა გიორგი მაგის საშუალება. ერთი დღე მინდა კიდე გადამოვა. შემოვედით მეორე ფასიან გზაზე. სადაც პირველისგან გასვლებით ვერ შემოვედით. მარტივად. უნდა მივაჭიროთ ბილეთის სასამართლო ილაქს, რომელსაც მიგვიჭირა უკანა უსიოლი მანქანა და მოგწევს ესეთი ბილეთი. იმიტომ რომ სანამ ჩვენ თარგმნეთ ბილეთ გელინიზე წერა და ბილეთი იყიდეო. ბილეთი აიღო ეწერა სინამდვილეში და ვერ გავიგეთ. ხო და უკანა გასვლას ალბათ ამას შევარჯოთ სადაც და გადავიხდით კიდე ფულს. მე მაგ გასვლასაც გეტყვით რომ იცოდეთ. ხათი მეორე გამოვლაზე გეცოდინი ვარო თუ ეგეთ ბილეთ გელინის დაწეს, უნდა ავიღოთ თქვით არის. და გავაგრძელებთ ვერ ეგს. აი, დავით. ისევ დაახლოებით რამდენი 5 წუთში. 5 წუთი არა, რამდენიმე კილომეტრი. ხო. აი კიდევ. მივიდეთ ბილეთით. ეს გადმოგვისკობდა ისევ წინ. ცოტა ხანი სანა. ახლა უკვე ვხედავ რაღაცა პოლიციას და ფოტოშოპის პოლიცია არის და ეს ფოტოშოპის კადრი. ხო. აი მე დავინახე უკვე წავ. აი, წავიდა უკანა რემენი შეიკარე. აი, ძალიან პატარა მონაკვეთზე 2 ლარი და 40 თეთრი გააკეთეს. ხო. 10 კილომეტრს არ იქნება და. ხო. მანამდე 32 ლარი გადავიხეთ. მაგრამ მაშინ ამ ფასთან შედარებით ის იაფი გამოდის, იმიტომ რომ დიდი ხანი ვიარეთ. ო, ნუ. რაჭიდან ზანდური არ გამოვა. ეხლა მე მეწვარი კრავატი ეხლა. ო, ანუ ისიც გამამინდა, საერთოდ ზანდური არ გამოვა თქო გზა, იმიტომ რომ ხა სტამბულამდე ჩამოვიდით, თურქეთი გამოვიარეთ და წინ და უკან არ 100 ლარზე მეტი მაინც არ გამოვა. ანუ ჯამში 25 სხვა გადაგვიხდია. სხვა გადავიხდია, 100 ლარზე მეტი ახლა უკანაც ჩავიდეთ საქართველოში, ვერ დაგროვდება ფიზიკურად, ალბათ. ხო. შესაბამისად არ არის ზანდური, ახლა უკვე იწყება ნელ-ნელა საწობები, შევდივართ ხმში. სად ვიყავით? მაშინ შემოვედით სტამბოლში. მაგრამ იმიტომ ლაპარაკობ რომ მიკროფონები არ გკეთეთ. არ გვახსენე აჩბადენი. აჩბადენი ვის ეგ აჩბადენის კლინი ხო. ეგ ვიც რატო ვიცით? აი რა მოგდურები ვართ, მაგრამ ეგ ვიცით. მე სამույდო ჩაპოიგე. ბევრი ფილიალი აქვს. თუ ეს არის აჩბადენი დიდი. არ ვიცი, ბევრი ფილიალი აქვს. ეხლა ვართ სტამბოლის სადღაც, არ ვიცი, იქით ნებასკიორებებია, ეგრეთ წოდებული თაცამბრეჯენები. აქეთ რაღაცები, იქით რაღაცები. დღიშუქზე ალბათ სხვანაირი იქნება, მე დღიშუქზე ვნახავ. აი აჩბადენთან მოლიდა ისინიც არის. ხო. ეხლა მივდივართ ხიდისკენ, რომლითაც უნდა გადავიდეთ მოსფორის მეორე მხარეს, იქით მდებარეობს ჩვენი სასტუმრო. და
რათა უკან აწყალაპუნებს პირს. დიდი და ლამაზი მეჩეთი. არა მგონია. მაწელია სახელი. არა კაცო, აი სოფიექიც. გიორგი, რებს მეტმოედა. მე იმათ არ გამოვდგები რა ქვია. გიტად. ეს ბიჭი უნდა მეუშვა მანქანებზე და ავიჩემეთ სტამბულის ვლოგი გავაკეთოთ. არც ერთი ვართ მომზადებული, რომ გადავიღოთ ეს ვიდეოები. შენგან გასწრებით მე დიდად სურვილი სალბიქ რომ მომზადებული იყო სტამბოლოლოგია. კი, არა. მე ოფლოადზე და უბრალოდ მიმიში მომზადებული. კი, მაგრამ რაღაცა საინტერესო ხო მაინც უნდა გადავიღოთ და ხით ნიკოლაუსაც არა ყვავს, რომ წესიერი კადრები გადავიღოს, მიკროფონსაც არ ვიკეთებთ. რა ვლოგია გითხობა? მე ცაცაბაცა ვატრიალებ ამ კამერას. რაც გამოვა. რაღაცა გავიკეთებ უჩაში მიკროფონს. ხალიქ ბანკი. რა ძალიან დამწყებები ვარ. ნუ გაგვაკრიტიკებთ, დიდი პრეტენზიებიც არ გვაქვს. ემა არის ორი შემოშენობა ნახეთ. არ ვიცი რა თქმა უნდა სახელს, თუმცა დუბაიში უმეტესი ქონებები არის მაგათი. ბურჯ ხალიფას ირგული, სულ ამათი აშენებული არის ყველაფერი. არის სახელმწიფო, იქაური სახელმწიფო რაღაცა ორგანიზაციის კომპანია, რომელიც განვითარების პროგრამით იყო დუბაის და განვითარებდა. ეს დიდიც მაგათია. ხო, მაგათი იქნება და აქ თურქეთში ნამდვილად არ ველოდი. რაც მარჯვენა მხარეს უნდა იყოს დიდი შენობა, რომელიც არ ვთქვა. მაგრამ აღარ ჩანს ახლა და მე გამოვიდა. ესე იგი გვეუბნება, რომ უნდა წავიდეთ გვირაბით. აი წინ არის ფასიანია სავარაუდოდ ეს გვირაბი. ისევ და ეს არის ევრაზიის გვირაბი. მაგრამ ია ყველა და რა გადავიდე. არ ვიცი, ალბათ გასვლისას თუ და დამოხტებინე მე. არ გადავიხდი. ნომრებს აფიქსირებს კი ბატონო. ევროპა. ამათ ენაზე ევროპა. ევროპაში დავით. მე მგონი ეს არის გიორგი ის. ხო, ეგა მაგას გეუბნავე. მე თვალკერ შემოდი შიგნით. მადლობა რომ მიხსენე. ანუ ჩავარდა. აი ესეთ ფერებში შევდივართ და ეს გვირაბი გადის წყლის ქვეშ. სავარაუდოდ ეს ფერებიც მაგას უკავშირდება. აქეთ გამოგვიძ ეს ფერები. ანუ ახლა წყალი აღარ არის. არა. აქეთ ეს ძალიან ღრმა ჩავედით გიორგი. და უკვე წყლის ფერი შეიცვალა. გადაჟურთ რა შემოვედით იმის მერე მივიდივართ დაღბაში. ეხლა ვიდეოზე არის ჩასმიგარი. მაინც ჩანს საკმაოდ მკვეთრი და სად ფესტივალში ჩავდივართ არ ვიცი. ამოსვლაც გვინდა არა და აი მივყვებით ჯერჯერობით იმას მოდელობას. დავიწყეთ მე მგონი ნელ-ნელა ასვლა. იმიტომ რომ ცოტა აღმართი წამოვიდა. ჩამოვედით, გავსწორდით და ეხლა დავიწყებთ იმას. აღმასვლას. 400 მეტრის არის ხო დაბლა? თუ რამდენია წერი? აი იქ რა ეწერია? თუ არა? თუ არ არის სანტოები? თუ რა ასი მაინჩნებელი არ დაიღე. აი 200 მეტრი ეს რა არის? აგასასვლელი კარია, თუ რაღაცა არის? ეს არის საკმაოდ ისე ჩამოვედით, რომ გიორგი მასა მე ყურები ცოტა დაგვიგუბდა თუ რაღაცა იქნებოდა. კარგი აღმართიცაა. არა, ეხლა ესე ჩემ თვალითაც ვერ ვხედავ. დიდაც ესე ძალიან აღმართს. მაგრამ მანქანის იმას ეთქვა მაინც. ეს რა. ეს არის სწორი და ჩაკია. მოგეთ აღმართია. არა, დაბლა რომ ჩამოვედით, ეს არის ნანა ყურები დაგუგუბდა რაღაცნაირად წევის ცვალებადობა იგრძნობა და არ. გავედით. როგორც ხნა. გვირაბიდან. აბა ახლა ნახოთ რას ამის გადაგვახტევინებენ თუ არა. აი წყალდეში. გუმებიდაში არ ჩასავთ. აი ჩეთია არ ვიცით ეს არ წერია. გიორგი არ დაუჯერა გულკურს და არ შეუხვა ვიწრო ქუჩაზე. არა, მე მომად არ შევალო. მე თვითონ ქუჩაზე მოვხდით.
ხო, და მერე გვატარა კურგები ყურადღებინო. აუ ვინდა? ეს უაზროდ სწორია. აბა მეტი. მოვედით და ხლე შევდივართ აუზის სანახავად. სად მოვედით? სასტუმროში. სასტუმროში ვართ. ხო, წავედით. ხა აუზს ამას რა? აუზს ვვნახავთ. ცოტა ფული есть. ფული. Here. თათას იქეთ რა ხდება ნეტო? თუ ის იქ შუქი ირეკლას, მგონი არაფერი არ არის. თათას გამო მოვედით, ვეძებდით აუზიან სასტუმროს, ხო? ეახს მე ჩავა. კი. დილიდანვე. დილიდანვე ჩამოვარდებით აქ. როგორც მაშინ გავაკეთე ცოტა ხანს ვარჯიში. ხო, და მე ვისაუბრეთ. ხო, მე ვიცი. წეთი. დავათვარე. მოდი აქედან გადავიხადოთ, აბა ბარი ვნახოთ. ისეთი ყერასაა, წავედით ცოტა. ჩვენ ვართ ახლა რედისონში ზუსტ მისამართს, მე გიორგის ვთხოვრო ვიდეოში დადოს. სასტუმროს ტური გვაქვს მე და თათას. ხა, მატრიარქი. სასტუმროს ტური. ხო, ვარა. აქ არის საუზმე, აქ საუზმე. აქ იქ ეტყობა დიდი დარბაზი იხსნება და არ არის ხა. ღია დაკეტილი. და ხო. მოგდება თხელა თაღა. ეს ცოტა აქეთ არის შიგნი. გამოდი აქეთ არა. აი აქეთ არის მამიკო. საიტი. აი აქეთ იქნება მამა. მონჭარი. აჰა. აი? ხა. სად გვეძებს უყურა? არა ხვიდე. აუზი ვნახე და აქ არ არის აუზი უბრალოდ, მე-9-ზეა. მე-7-ზეა. აი საფონქოლო აუზია? კი, თან გვალიე. გავასწორებინეთ და საწოლები. შემოვედით სასტუმროში. რედისონის ჯგუფის არის. აუზის გამო როგორც წეღავთ, გვეძებდით აუზიან სასტუმროს და ძალიან მცირე არჩევანი ქონდა. არის ფეტიეს უბანში სტრატომოფთორა სახელს ნამდვილად არ ვიცი. და ფასი საუზმით გამოგვივიდა $497 4 ღამე. სადღაც 1400 ლარი. ხო. მე მაქვს Genius 3 ლეველი, ანუ 20%-იან ფასდაკლებას მაძლევს ხოლმე და შესაბამისად ბუკინგმა კარგი ფასდაკლება გაგვიკეთა. და მაგიტომ გამოგვივიდა ესე იაფთორისე $600-მდე ყირდა. ასეა მოკლედ. აბა ხედი როგორი გვაქვს. ეხა ღამე არის და მოლაზე ვარ დაშენებულები. აჰა, დილიდან დაგვიწყება ლოცვას. დავკეთეთ ესეთი. ნორმალური ის არის რა სიტუაცია. ასიდან გამომდინარე, რასაც ნახულობდით. შედის უფასოა, როგორც მანქანის გასაღები ტოვები. ხო, გიორგი აღშფოთებული არის მანქანის გასაღები როგორ ჩამომართოს. მაგრამ აუზის გამო ის ვიყავით, რა ქვია, შეზღუდულები ვიყავით არჩევანში და მაგიტომ პარკირება გიშლის ხოლმე ხელს, ანუ პარკირება აუცილებელია, არის რო არ დააყენოს მანქანა ჯობია. თორე უფრო იაფათაც იყოს 900-800 ლარის ფარგლებში მაძლევდა ყოველ შემთხვევაში ბუკინგი სასტუმროებს და აუზის გამო ავარჩიეთ აქ და დანარჩენად ლოკაციას დაიმებს, უკვე როგორი იქნება მაგებს გეტყვით უკვე რამდენად კარგი უბანი არის. თათა მოვიდა მუშაობს. მოკლედ, სუფთავი არის. ნორმალური სიტუაცია არის, რომელშიც უბრალოდ არის ძველი ნომრები. ერთი ეგ არის, თორე დანარჩენი ყველაფერი ნორმალური არის. საუზმესაც შევაფასებთ ხვალდილით, როგორი არის და აუსაც. აუსთათა შევაფასებს, იმიტომ რომ ეგ არის ექსპერტი. შეიძლება ჩოხვით, ჩომოდი. მეც კი, მაგრამ ექსპერტი ხო შენ ხარ? აუზების, ჰა? თუ მე ვარ ექსპერტი. არა, მე. შენ ხარ, ხო? გოდებით მუშაობს. მე ვერ თუ. გასვლას ვაპირებთ კიდე, ხა იმიტომ რომ დადას გზა შეძინა და ამას რა დაღლის არ ვიცით და. რა ვიცი, ნახოთ ფეხით გავისერინებთ. ამბულის პირველი დილა.
მიკროფონი დაგვაწყდა. მანქანაში. მაშინაირად. დავაგვიანეთ გასვლა, სანამ ვისაუბრებთ და გამიზადეთ. გადავერთმეთ და აუზა ვიყავით და კი იცით რომ ცივი და გრილი იყო, არ გვესიამოვნა. რა სიტყვით ხებატონო თათათქვი? კიდევ ცივა. კიდევ ცივა? ხო. ისეთ ფილატკიმა თვითონ მაგრამ მაინც ცივა. ზებული გიორგი. უკმაყოფილო. ყველა. ვიცი. სასტუმ რომ გადაგვაგდო, მოგვაწყო, მან არ მიხვიდეთ არავინ. არა, რეკომენდაცია. დაძილები არიან. აფერისტები. და მამა მამა შვილი არიან ფისოების გიჟები და ყველა ფისოსთან გავჭერდით, მოვესიყვარულეთ. არა, იგი ორივე მაინც. ორიგე გაჩერება ისევ ფისოებთან. სკაფოლიუმე თურქოდა იუნება. თურქოში ოქაში მოიუნე. დღევანდელი ჩვენი გეგმა არის, რომ აი იქეთ აია სოფია ვნახოთ და აქ ლურჯი მეჩეთი. სულთან აჰმედის მეჩეთი რო ვნახოთ იგივე ლურჯი. ასე სულთან აჰმედის მეჩეთი. ეხლა შემოვდივართ. მე გადავართ აია სოფიას ანახავად, ძალიან ახლოს არის. ერთმანეთთან. შევალთ ეხლა. წესები ასე აბრიჯებით აიმამთარა, ქოქუები ძალიან მოშიშვლებული არაო. ათამ და გიორგიმ არიკადრეს ფეხზე გახდა და არ შემოვიდნენ შიგნით მარტო შემომიშვეს ესეც ლურჯი მეჩეთი ლამაზია თალია თავსაფარი ადგილზე დამხვდა. მე თავსაფარი გამოვიყენე, ცოტა თვითონ ფარი. გავდივარ ახლა უკვე დავათვალე. წყოს ანახავი. ხო, მე რაც მე ბიჭს ახალებ მანქანაში დაგჭა. რა არ მოვიკელი რა არ ჭამეოდ როგორ არის და ეს მაინც მოვინა. ხო ხარა. თორემ სასწაული ყველას კიჩოთ მოხიდეთ და ფეხზე გახდა არ დაგავუწყე. ახლა. იყიდეთ წაბლი და სიმინდე. რა თქმა უნდა სახეზე ქართველი ხარო გვიწდეს. არ არის კაი? კიდე შენ გასინჯო. აი ხსენი კი დამოდავჭდეთ ახლა. აქ ვისენებ ძალიან დაიღალდნენ ფეხით სიარული. მაგრამ აჩვენებენ ესენი სტამპს. არ მომეწონა დიდაც. ანუ ძალიან ჭადის გემოაქვს. ვიცი რომ ჭადის თქვით სიმბიძის გამზარდება, მაგრამ შემწორ სიმინჩები ჭადის გემოს არ ველოდი მაინც რაღაცნაირად, იმიტომ რომ ჩვენთან შემწორს არ აქვს ხოლმე ესეთი გემო. არ მომეწონა. წაბლი ნორმალურია. არც მაგაზე გადავიდე. ეს არის მეგობრებო, აია სოფიას შესასვლელის რიგი. არც ახლა მოვიდნენ კიდე ჯგუფები. ნახეთ და იქეთ კიდე იქეთ მიდის. იგი ძალიან დიდი რიგია. გადავწყვეტეთ რომ აქვე არის ბაზილიკა ცისტერნა და ჯერ იქ შევიდეთ და ეს ნაკადი იქნება გავიდეს ჯგუფები და მერე ვცადოთ შესვლა. ესენი წყალს ყიდულობენ აქ. რა ხდება თათა? დაშვებით. მიიღე ფარმინდა. რა გაფრთხილ? აბა ბლოგერი ვარო რო იცახდი? ჰა?
ვფიქრებთ, რომ უკეთეს მდგომარეობაში ვართ. აქ ბაზილიკა ცისტერნის ბილეთების რიგშიც, რიგიც ესე გამოიყურება. სრულსურაც კიდე ვერ ვაჩვენ. ძალიან რიგები არის. რაოდე? კიდევ ერთხელ ამშემკრავ. კი, რა თქმა უნდა. იგი ბაზილიკა ცისტერნაში შემოვედით 1800 ლირა გამოვიდა ორი ადამიანის საფასური. რამდენია? 150 ლარამდე. უბრალოდ მე დამდო პატივი და შემოვიდე მე და თათას. თათა უფასო იყო ისე. განია, მაგარი ბაზარია. წეპე მიდი. სურვილი ჩაიფიქრე? ჰა? Çekil bence baba. Gaz değil. როგორც ვნახეთ ინფორმაცია, ადრე აქედან მიეწოდებოდა სტამბულს სასმელი წყალიო. როგორი ეს არის სულ 4 წალი მედუზა. მერია ვიცი, აბა. გიორგი, ყველაფერი მოვიკელი და ეს მაინც ვნახე. რატო ჩხუბობდე? აბა, სურვილები. ჩავიფიქრე. ნახა მაგრამ ჩავათხაფო. დედა ჩავიფიქრე. აბა მიდი. აი. ვაი, ნახა. ესეც ჩვენი მედუზა. ნაირად რო არ მოგივიდეთ, მაგრამ ყველგან ითხოვენ თავსაბურავს. მეჩეთში, ბრუმეჩეთში შესასვლელში იყო თავსაბურავები და აქ აია სოფიაში მომიწია 60 ლირამდე გადავიხადე. ეგ ეწერა რომ 1 ევრო და 50 ცენტი ღირსო. მოკლედ ვიყიდე. მოკლედ მივდივართ ახლა ბალკონზე უნდა გადავიხედოთ. ბილეთებში საოცარი ბაზე გადაიხადა გიორგიმ, თათა უფასო იყო და 2 ადამიანზე 3300 ლარამდე გადავიხადეთ. 3400 რაღაცა ლირა იყო, თურქული ლირა. ძალიან ძვირია. და ეხა არ ვიცი, მაგრამ ეს აიღო გიორგიმ და ან რა აიღო ესეთი ძვირი ღირ ზოგადად. ჩვენ ავიღეთ რამე ძალიან ძვირიანი და შემოგვატენეს თუ რა ხდება, არ ვიცი. ანუ აქედანაც ჩოგვეძლო ნახვა, რო იცოდეთ. ფასები არ ვიცი, თუმცა გიორგი მივიდა და გიორგი მიყიდა. ანუ ტერასაზე თუ ამოხვალთ, ამ ფრესკებს აქაც ნახავთ. დაბლა არ მგონია რო იყოს. ერთი პლუსი რაც ტერასას ქონდა, იმ მთელ რიგებს ავწდით და პირდაპირ შემოვედით აი აქ. ტელეფონი მიჩნდება მუზეუმში შემოვედით და რასაც შევძრებ გადავიღებ. მუზეუმში ხდება ეს ამბები. კარგი მუზეუმი. მოკლედ, როგორ შევიდეთ აია სოფიაში და არ მოგივიდეთ ჩვენნაირად, რომ ვიყიდეთ ტერასაც და მუზეუმიც და გადავიხადეთ 2 კაცზე 300 რაღაცა ლარი.
და ტერასის ბილეთების ყიდვა სავსებით საკმარისი იყო, რომ გვენახა აია სოფია. დაბლა ვერ შედიხართ, იმიტომ რომ მხოლოდ მლოცველები შედიან. და რიგი წინა მხარეს არის აია სოფიაზე, სადაც ბილეთებს ყიდულობთ, მლოცველების, სადაც ბილეთებს ყიდულობთ, მანდ არის ტერასაზე შესასვლელი. მუზეუმი ხელთ ახლა გადავიხადეთ, რომ მარტო მეწავედი. იყო სრულად ციფრული. პატარა კადრებს ჩავსვავთ, ლამაზი და საინტერესო იყო, თუმცა ან მომეწონა მართლა. რაღაცნაირად შეგვიძლია მქონდა რომ დროში მოგზაურე. თუმცა რა ვიცი ხა მხოლოდ გეთახდა არ იყო გეგმაში. ან მხოლოდ ტერასა იყიდეთ, მუზეუმი არა. მუზეუმი არის თან ლურჯი კი გორდები. იმ დროს მას დავეჯახეთ ხოთი შორის რაღაცას. ეს ლურჯი მეჩეთის წინ არის ეს მუზეუმი. დღეს სტამბული. ის მე მგონი მართლანძა იყო. რაღაცა ისე გავს ყოველ შემთხვევაში იმას. გიორგი როიცა ხუში ხანერ ვანათებდა და იმას ძალიან შეათ რაღაც დავიღალე და ვეღარ ვლაპარაკობ მიჭერსო. Andas გავსეთდი ალბათობით თავადია დასაში ეს ავტობუსი ფარი. ჩვენ ისევ მივდივართ უკან აი კარი ანც. არ ჩასვით. ჩვენ მივდივართ მოლში ხა ხო? გვინდა რომ შემთხვევაში გავიდეთ მოლში და ახლა მოვარდ. ძალიან სოციობი კი არის. ეს მეყვარს ხოლმე გრინ სალატი, აქ როდესაც ვჭამდით ხოლმე და ახლობით 25 ლარი გამოდიოდა ხოლმე ერთი პორცია. და ახლა გიორგიმ რაღაცა მიქსი იყო. თათასთვის მხოლოდ ის ავიღეთ მაკარონი და ჩემეც რაღაცა ქათმის ის ავიღე. სალატი და 80 ლარამდე გადავიხდი. ძალიან არის გაგზურებული. როგორც იქნა გიორგიმ გვაღირსა მიკროფონის შეერთება, მაგრამ ეხა რა გვაქვს სათქმელი არის? რასაც შეჭამ გაიგეთეთ და ახლა მუკბანგები ის გავაკეთოთ ეხლა, ხო? მუკბანგები გადავიღოთ ეხლა და კარგი ხმები გამოვცეთ. არა, ვიზე ნაკლები ვარ თქო, ყველა იმე ბლოგერებს ხო ესე უჭირავთ ხოლმე მიკროფონი. ძალიან ახლოს რო ლაპარაკობენ. მეც ისე ვილაპარაკ. თათა, მოდი აბა. გითხარი. ბია. რა გითხარი როგორ მოხდეს თურქეთი? კარგად მომწონს. კიდე წამოხვა? კი. მაინც შეიფორტებს. ძალიან გემრია გამოიყურება ჩემ პორტუგალის წვენი. ეხლა მე რო შევჭამ, უნდა შევიდე გასართოფში და ძალიან მაინტერესებს როგორია, მაგრამ ის არ ვიცი უბრალოდ როგორ შევიდე და რა წესები უნდა. შეიძლება დედიკოს შემოყვანაც დაგჭირდეს მაინც. მაინც სხვადასხვა გასართოფში სხვადასხვა წესებია, ხოლმე? როგორც ვიცი კი. მოდი. გაგინდა რა? გავსინჯოთ? რა. აი, დონდურმა. მე არ მინდა დოქტორ. აი, მე გავსინჯო. ორივე ხელით უნდა ჭამაო და ორი ხელი არ უნდა მე. აი, აქ არის, არ წაართო. ის აიღე მეორე. გაგინდა. რატო არ მათი ბლოგერობას? მაგას მოუწევდა ესე მოყვანდები. მომიხდებოდა? ჰელსინკი ხარ, ისე აღარ გინდა. როგორ? ჰელსინკი მინა ჯამპი არა. ჰელსინკი მუკბანგი სადაა? მამასე, მემესე. ჯერდაიყელი მაშინ. ომეში. გემრიელი. მან შაურმა ჯობია. მაგ გემრიელია. ინდა დიშა ხორცია გავი. ვინ ხორცუნაა? ახლა. ჩართულია. ხარო, ნუ დაგვიშალე, ლივს ვიყიდეთ ეგა. მოდაშალე შენ. აჰა, ხოდა. ჩართული აბა. ეთქონა მე ძა. ნახე აბა. ой, კალო გამართული ყოფილა, ой, ჩაგიტო. ой, ეხა ჩართულია, აბა ილაპარაკე. რა თქმა უნდა, მე ახლა რამ თითქმის შევჭამდი ჩემი დედა და მამას მაკარონი. ისე მომეწონა.
მე უკვე შევდივარ გასართობს იმაში რაღაცას რა ვიცი გასართობია ბავშვებისი და მაგას უნდა შევიდე არ ვიცი ახლა დედაც თუ შემოიყვანეს არ ვიცი ხორცი რატო არ წამო ხორცი არ ვიცი არ მინდა მამა და რა გავაკეთო აი ბატონო აი ძუეთე მე მეორე დღე სტამბოლში ვისაუბრეთ და გამოვედით თუ ამ ბლოგს აღარ უწერია მის სინათლე ჯერ როგორმე ეს გავატარო და რა გიორგის რო უნდა და რაღაცა ოფროუდ ტური არაო შორი არისო ეხლა მაგას იცახის და აღარ მოვასწრებთ შორია დრო თხოვე უთხარი ჯერო წავიდეთ თქო არაო და შემიძლია რომ მოკლედ ძალიან დიდი რიგი არის მანქანას ვერ გავაჩერეთ მოვედით ომონპარკის სასახლეში იმის მიუხედავად რომ გიორგის სანდათაცასთან ერთად ვარ იმის იმედი არ მაქვს რომ პალას დავათვალიერებ აი აქთგან ბილეთის როგორც ვთქვი ხო ტიკეტის ბილეთების რიგი არის ეხლა მე მაინტერესებს ის რომ თუ შემიძლია ეზოში ის ბოსპორს და იმ კარიბჭის ნახვა რომელსაც ასე აქებენ და ლამაზი ფოტოები გამოდის ხოლმე თუ შემიძლია შევიდე ბილეთის გარეშე უბრალოდ ეზოში და დავათვალიერო არ მინდა პალასის ნახვა აი ეს არის ჩემი მიზანი გიორგი დავტოვე და თათა მანქანაში და თან გასაჩერებელს აწევენ და ამ დროს მე გავრკვევი სიტუაციაში სამწუხაროდ ვერ სადორნახულობ ხოლმე ამ ინფორმაციებს ანუ როგორ შეგვიძლია ან შევიდეთ სად მდებარეობს რისი ნახვა შეგვიძლია ბილეთის გარეშე რისი ნახვა არა რომ ტყუილათაც არ ვიყიდოთ და არ გადავყაროთ ასე რომ ვთქვათ თანხა არ ვიცი აბა აი აქ ნახოთ ახლა რა ხდება გეტყვით გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით ყველაფერს ეს არის სავარაუდოდ შესასვლელი აქ რატო ხდება ეს ამბავი არ ვიცი აქ როგორც ჩანს ბილეთებს აკვირდებიან ონლაინ ბილეთებზე 43 ევრომდე 54 ევრო ღირს რო ვიყიდოთ ერთ კაცზე შესასვლელი ცალკე ესე ბაღის და იმისი არ არის Ja, ვიცი გადავიფიქრეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგი არის და 1000-თან ერთადაც ვერ ჩავდგებით. მე მგონი მარტო მომწონს სტამბოლში რომ დავათვალიერო რაღაცა. არა და აი ესეთი ლამაზი ხედი არის. ხალხი ჭამს და ამიტომ რომ ჩაუვიხტე შუაში. და ლამაზი კაფე არის. Nişantan gelodebia დიდი დრო აღარ გვაქვს. რომელს ნიშანთან და ხა არის. აი, მოგივიყო. წავედით. გიორგის სად დავყავართ, ნეტა იცოდეთ რა კუჭებს ღმერთო, მანქანით მანახა მხოლოდ სტამბული, აი ეს არის. სტამბული. კი, all სტამბული. გიორგი. ფოტო ელიფთან მოხვიდეთ, ძალიან მაგარი ფოტო ელიფები აქვს. რატომ აი აქ მოგწალი და აქ ნახეთ. ბიომეტრიკ ფოტო გინდათ, ველისა, ველი კალიკი გინდათ. აი ნახე მაგარი ფოტოები. დაგვიბრუნა ჩემი და თათას პასპორტები ძალიან აქ ხო თამას აქ პასპორტები და რაღაც ტრაფიკინგის ყოფილი ვარ მე მგონი ისეთ ქუჩებში დავყავა. აკეთ რა სასაუზმე რაღაცეებია. ნუხებია. ავტომატარებს გალათას კოშკთან მივდივართ, ერთი სამჯერ დაგვერია გზა. და ხა ეგ მოვედით. აქ ვიკვეტებით ქვია ამას. საწუბებს ვსწრებით ამ კუჩებით. Google Maps. უწუნებს სტამბული მანახე გიორგი, მანახე გიორგი. თქვა და აი მომიყვანე. ხე. და პარკირებაზე ჩავყავა. ჩამომსვით ამ მანქანიდან ფეხით მინდა სიარული. გათვალიერება მინდა ქუჩების. ლამაზი მანქანაში შედენიას. ამუშრინოს. თათა გამახსენე ეს ტაქსის მძღოლი ვინ გამოიძახა? მე. სტამბული. ხო და დაუწერს უჩეფასებას. რამდენი დაუწერა? ნანაინი, გველისტაირი მოხვეული. ხო. ეს ტაქსის მძღოლი რა არის? სად დაუწერო შეფასება? აღარ გამოიცა ხო მეორეთ ესა? ხო? დიდი იცი რა ეწერა? აი ტაქსის მძღოლი ავტოშინომლეში რა. აჰა. ხო, კაი, გერაც გიქ. თათა
Tata. Tata როგორია? Tata-კუნა როგორია და? მოგეწონა ძალიან? კემბრიელია ნამჯობად ძალიან მოგეწონა შოკოლადია სასწაული. ტირამისუ აიღო და ეგრა უთხარი. გიორგი ტირამისუ აიღო და ტირამისუ ძალიან მოეწონა გიორგის. სკოშკთან მოვედი, ჩიზკეიკი დავაგემოვნეთ. ძალიან კარგი იყო, ხოთუშერს ჩიზკეიკი მომეწონა. მაგრამ ძალიან მსუღე არის. ერთი წელიწადიანი არც მიჭამია, მეტად თან გავეყავით. უნდა იყიდეს რაღაცა. რა არის გოგოეგ? ხელზე გაიკეთე მიდი. აბა მიდი. აგე იმას უნდა დაახვიოთო. ეხა გაუშვებს ხელს და სა. Qacha! Selam aleyküm. Kampetebია და აურა მაგარია მამაკო და ყოჩაღ მაგარი ხარა. სტამბული გადავდივართ ბოსფორის ხიდზე, ხო ჯერ არ არის განათებული ოღონდ. საშინელი საცობებია ოღონდ. აი ძალიან დიდი ქალაქია და ძალიან დიდი ხანი მომუნდებით რომ ერთი რაღაცა კონკრეტულ ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე მივიდეთ. იყო რაღაც 10 კილომეტრამდე მოვდივართ მანჩამდე საათზე მეტი ხო? ხო 40 წუთი მინიმუმ მაინც არის. ჯერ კიდე 6 კილომეტრი დაგვრჩა გასავლელი. თუმცა ეხლა უფრო მოძრაობს. ეხლა ჩავთ იმ თავარ ხიდზე და მე უნდა შევაუქმოთ. აი დამლარო ჩანს ეგ. და აქედან კი ხედავთ იქაც საწვევია. გალათას კოშკთან ვიყავით მისორები, იქ ქვედა რაღაც 6 სართულიანი პარკირებაზე მქონდა მანქანა გაჩერებული და მალწდა გადაღება. ხო, ეგეთ ადგილებში ვწოხოთ, გაითვალისწინოთ თუ პარკირების ადგილი იპოვოთ. ხო, მანქანით ხართ ხო? დაახლოებით 2 საათს ნახევარი ყავდა მანქანა გაჩერებული და იყო 30 ლარამდე. 28 ლარი. თუმცა ისევ ეგრე ჯობია თუ გაჩერებას აფიქრებთ და ფეხით სიარულს. თუმცა სხვანაირად სულსაც უშევ. გაურკვეველ ადგილას ავტობანზე მოასხავ დიზელს მეორე ბაკს აქამდე არ ჩამისხია 1700 რაღაც კილომეტრი მაგ გავლილი ახლა გადავავსებ და გამოთვლი წვას რამდენი გამოვიდა ნუ ძალიან ცოტა წვა საშუალოდ 8.5 გამოვიდა და ალბათ იმის გათვალისწინებით რომ სტამბულში საცობებში ვიყავი და ვიარე დაახლოებით 250 კილომეტრი ოღონდ იქ ძალიან მკვდარი საცობებია აი 9 საათი რომ 9 კილომეტრს გადიხარ ეგეთი ამ თბილისზე ვერ ვიტყვით რომ საცობიანი ქალაქიაო სტამბოლიდან გამომდინარე. ეხლა ჩავასხავ და მე გეტყვით რა და როგორ გამოვიდა რამდენი და ასე შემდეგ. აი 73-ზე და 87-ზე გაჩერდა თავისი ამორთმით. ამონახოთ ეხლა რამდენს გადაავსებენ ბოლომდე. კი არ გადამივსვე ამან ეგრევე და 73 და 8 ჩავიდა. გავლილი მაქვს 1718 კილომეტრი და 2. 862-ზე გადავავსე წინა ბაკი ახლა გამოვაკრებ და გეტყვით რამდენი გამოვიდა. 14 ლიტრით გავიარე დაახლოებით 852 კილომეტრი. წვა რო გადავიყვანოთ 100 კილომეტრზე რამდენი ლიტრი გამოვიდა, გამოდის
დაახლოებით 8 და 6. იმის გათვალისწინებით, რომ სტამბოლში მოძრაობდი საშინო საცობებში. ძალიან მაგარი წვა ახლა ამ ხელმანქანებში თქვენც უნდა დამეთანხმოთ. ეხლა გადავალსება კი და მე ერთი ბაკი მომიწევს ალბათ კიდე და რო ჩავასხავ იქაც ვნახოთ როგორ და რანაირად გამოვა. ჯამში ახლა მაგ ეს დაუნიშნე ბათუმში 1718 კილომეტრი გავვლინე. თბილისიდან ბათუმამდე არ დამენიშნე, იმიტომ რომ დიზელი არ ჩამისხია. კაი, წავედი ახლა მაღაზიაში შევალმეთ რაღაცებს ვიყიდი და გავაგზავნებთ მერე გზას. Peggy მშვიდობის გიორგი აკციურ ხოსტაყიდის კილადა შესაბამისად ნაკრებს ლაპარაკობს და ნაკრებად ინტერესდება ვიდეოს ჩაწერით. გუშინ წამოვედით სტამბულიდან და გვიან წამოვედით და სამსუნამდე ჩასვლას ღამის 4 საათზე წერდა. და შესაბამისად გზად შევიარეთ ნახოცო ბოლო არის სტამბულიდან დაახლოებით 3 საათში. პატარა საყვარელი ქალაქი არის და მან ვნახეთ სასტუმრო, რომელზეც ბუკინგზე 9-4 შეფასება ჰქონდა 1000 რაღაცა კომენტარიდან, ოტელი ეწერა და წინაზე სამსუნიდან სტამბულში რომ მივდიოდით, მაშინ ვერ გავისკეთ აქ დამოსვლა და ეხლა რადგან ახლოს იყო, მოდი შევიარო, თუ არ მოგვეწოდა მე გავაგრძელოთ გზა. რა შევედით მშვენიერი სუფთა გაწკრიარებული ძალიან საყვარელი სასტუმრო იყო, გავჩერდით ღამე იაფიცხით და 175 ლარამდე დირდა საუზმის გარეშე, საუზმითაც შეგვეცვალა უბრალოდ აღარ ავიღეთ და გავჩერდით იქ დავისვენეთ და ეხლა უკვე გავაგრძელეთ ბოლოდან გზას. ნახოთ, ვფიქრობთ რომ სამსუნის მაგივრად ორდუარი ქალაქი მანდ გავჩერდებით. ხო? გუშინ რაც მოხდა იყო ის რომ განსხვავებული გზით წამოვედით, შემოვლით გზით, დაახლოებით გოგჩენის აეროპორტთან იყო ახლოს, გადიოდა ეს ავტობანი და მან მოგვიწია ორჯერ ყველაზე მეტი ფასიანი გზები მან მოგვიწია და ორჯერ გადავიხადეთ დაახლოებით 30 ლარამდე, ნუ ჯამში 60 ლარი გამოგვიწია. იქიდან რომ მოვდიოდით სტამბულიდან მხოლოდ ერთხელ მოგვიწია და ერთ ძალიან გამონაკვეთი ფულის გადახდა. სტამბულში რომ მივდიოდით გზაში. მაგრამ ეს არის თაც მინდოდა. დაჩენ საზღვარზე ჯარიმები ან გადასახადები დაგხვდება მაგასაც ვთქვი. ყველაფერში. მაგრამ აქ ამ სასტუმროს იმასაც ჩავსვათ, რომ ჩვენაირად არ მოგივიდეთ, რომ სამსუნიდან რომ წამოხვალთ, მართლა დიდ რეკომენდაციას უწევთ, რომ ძალიან სუფთა და საყვარელი სასტუმრო იყო. დავწერთ ბოლოებილი არის, ბუკინგზეც იძებნება, ოტელი ეწერა, უბრალოდ ბევრად კარგი სიტუაცია იყო ოტელებთან განსხვავებით. და გული მიგვივით ასე რომ ვთქვათ და დავვრჩით ბოქთან ერთად და ლინკიც დავყე მე რომ რაღაც ეკნება შუალედში თუ მოგიდებათ გაჩერება შეგიძლიათ რომ გაჩერდეთ იმიტომ რომ ჩვენ რო ეს გვცოდნა და სამსუნიდან წამოვიდოდით აქ ჩამოვიდოდით და მე გავაგზავნებდით უკვე სტამბულამდე გზას ხო ესე არის გიორგი მხოლოდ ესე დამეკარგება ხოლმე საუბარში კაცი სად მოახერხა ჩვენი თურქეთში ყოფნის ბოლოს წინა დღეს გამოჩერეს სადღაც სამსუნისკენ მიმავალ გზაზე. გამოჩერეს პასპორტი, ჩახედეს და გამოგიშვეს. და სხვა ძალიან ჩავაჩერეთ რა წუთიანი გაჩერება იყო, არაფერი არ გითხარით. არც მანქანაში არ შეჭაიღეს. წამოვედით. არც რუსული იციან, არც ინგლისური იციან. სტანდარტული ამ ამბავია პასპორტი საფულობრივი, სიკორტ ამას საერთოდ არ უნდა და რა ვიცი ისე მივაჩერეთ. ძალიან ჩავაჩერეთ. და წავედით მოკლედ. წავედით. შაიპოვე რა ვნახეთ მე და შენ ორჯერ აი სამსუნს გამოცდით ზრაბზონისკენ მივდივართ ბორჯომი და ნათახთარი ლიმანათი გინდათ ჩამოდი კიდე არ გინდათ თუ გინდათ არ გინდათ მოვედი საზღვარზე სარფზე ვარ პროფესორად რო ვთქვათ გადმოვედი ანანუდათათა ჩამოსვეს და ფეხით გადმოდიან მე მანქანით მოვდივარ და დამახვედრეს ჯარიმები 1960 თურქული ლირა რაზდამიტერე ჯარიმი სიმართლე წარმოდგენა არა მაქვს კეშფული ამიტომ ყოველთვის შემოინახეთ ხოლმე ბოლოსთვის ზუსტად 2000 ლირა მქონდა დარჩენილი და რაღაცა 100 თუ 150 ლირა კიდე და აქ რო არ მოგიწევთ დახურდავება ცუდ კურსში შესაბამისად გადავახურდა და გადავიხადე და მივდივარ ეხლა საქართველოს საზღვრისკენ არ ვიცი აქ გამჭრიგავენ თუ რა იქნება მე გეტყვით მე გადმოვასწარი ანანოსაც 1000 პრინციპში არაფერი პრობლემა არ შეგვქია ჩვენთან საზღვარზე მიცნეს მიჯება მეკითხებოდა ფორანერი რა უყავიო და ჩადაღობა ფორანერი აღარ აფორე კაი მოვლენ ეხლა და ანანოცა გავაგრძელებთ გზას თბილისისკენ რომელი საათია
მახსოვს. მოიცა ხო. 5:09-ია. ოღონდ ჩვენ დროითაა მეგონი. აღარ ვიცი რომელი დროითაა. 5:09-ია. ხოჩურს არა ამ ბევრი ხალხი, აქ დიდი რიგი არა, მგზავრებზე უფრო დიდი რიგია. მანქანები უფრო ცოტა გადმოდის. თან ავტობუსის თუ გადმოდის, მგზავრებს იქცლიან და მაგით. აი, დანარჩენი ვლოდებით და წავიდეთ. პრინციპში ჩვენ თურქეთში მოგზაურობის ვიდეო სულ ეს იყო. ამით დასრულდა. ჩამოვედით თბილისში, დავგინავდით. ყველას გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ, კითხვების შემთხვევაში დაგკომენტაროთ. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ წინსვლად სულ უფრო კარგი და კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ. აბა დროებით.